ბავშვისთვის წიგნის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და ადრეული ასაკიდან ამის დაწყება. მაგალითად, მე კითხვა დაუწყე ჩემ შვილს, როცა ჯერ კიდევ მუცელში იჯდა და მე ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა. რომ წიგნი უვითარებს ცნობის მოყარეობას, რაღაც მოთმინებას, ყურადღებას, კონცენტრაციას, ახალ იდეებს აჩენს. ანუ რაღაცნაირად მეგობარია წიგნი, ფიქრის მეგობარია და ფიქრი კიდე ადამიანის ყველაზე ახლო მეგობარი, სულთან დაკويება სადაც არის. წიგნამდე მისასვლელ გზებსაც ვეძებ ხოლმე, რომ პირდაპირ წიგნითაც არ ვიწყებ ხოლმე სწავლებას. აი მაგალითად, ფანრის შუქზე კითხვას თუ შევძლებთ, რომ ცოტა ან საშიში წიგნია, ან კარავში საკითხავი წიგნია, ესე რომ წავიკითხოთ. ანუ სხვადასხვა ტექნიკა უნდა, კითხვა უნდა იყოს სიამოვნების, არ უნდა იყოს ძალდატანება, რომ მიდი წაიკითხე, არ უნდა იყოს, ან მოდი კითხვის საათი მოვაწყოთ ერთად. და შეიძლება განაწილდე ოთახებში, რომ ჩემი ოთახი ის არის საკითხავი, შენი ეს არის და ესე ნაწილდებით ხოლმე. ან წიგნის მაღაზიობანას ვთამაშობთ ხოლმე, რომ უნდა გააკეთოს აღწერა, რატო უნდა ვიყიდო ეს წიგნი, აი მაგალითად, რატოა საინტერესო ეს წიგნი და ამით თვითონვე ეჩვევა აღწერას. მეთოდების ზებნა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველასთან ერთნაირად არ ჭრის ყველა ბავშვთან და სულ სხვადასხვა გზა უნდა ეძებო იმისთვის, რომ კითხვამდე მივიდეთ. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თვითონაც ახლოს ვიყოთ წიგნთან, რომ მაგალითი ვიყოთ. ჩვენც ახლოს ვიყოთ საკუთარ ბავშვობასთან და მეც იმიტომ ვკითხულობ ხოლმე საბავშვო წიგნებს, რომ ბავშვებთან სალაპარაკო ენა მქონდეს.